კიდევ ერთი მექანიზმი ოცნების ხელში, რომელიც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას იძლევა. ოლიგარქის პარტია კანონმდებლობაში პროცესუუნარობის ცნებას ამკვიდრებს, რაც უფლებადამცველთა შეფასებით ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს. ეფექტიანი მხარდაჭერის შეთავაზების ნაცვლად ოცნების გეგმაა ადამიანები ბუნდოვანი კრიტერიუმებით პროცეს უუნაროებად გამოაცხადოს და ისინი იძულებით ფსიქიატრიულ დახმარებას დაუქვემდებაროს. ცვლილებების მიხედვით იმ შემთხვევაში თუ ბრალდებულს დანაშაულის ჩადენის შემდეგ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და ეგრეთ წოდებული პროცეს უუნარო გახდა, ჩატარდება ექსპერტიზა. საბოლოოდ ოცნების სასამართლომ შესაძლოა თქვას, რომ საჭიროა მსჯავრდებულის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში მის გამოჯანმრთელებამდე მოთავსება. მესამე სექტორში ამბობენ, რომ მოტივით, რომ თითქოს მისი გამოჯანმრთელება ვერ იქნა მიღწეული, ადამიანი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში შესაძლოა განუსაზღვრელი ვადით დარჩეს. ნუცა ბახუტაშვილი თემის დეტალებით და შეფასებებით უერთდება ფორმულას ეთერს. დიახ, ლუკა, ქართული ოცნების პარლამენტმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილება უკვე შეიტანა და სამი მოსმენით დაამტკიცა, რაც ნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა იმ ბრალდებულებთან დაკავშირებით იცვლება, ვინც დანაშაულის ჩადენის შემდგომ ფსიქიკურად დაავადდა. საპროცესო კანონმდებლობაში ახალი ტერმინიც პროცესუუნარო შემოდის. ოცნების მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტის მიხედვით ბრალდებულის მკურნალობის მიზნით შეჩერდება ან საერთოდ არ დაიწყება საქმის არსებითი განხილვა მაქსიმუმ 3 თვის ვადით. 3 თვის გასვლის შემდეგ კი პროცესი გაგრძელდება. უფლებადამცველები და ფსიქოლოგები ამ ცვლილების მანკიერებებზე საუბრობენ. სპეციალისტების შეფასებით საპროცესო კანონმდებლობაში ამ ტერმინის გამოჩენა ოცნების ხელში ძალაუფლების ინსტრუმენტია, რომელიც ავტორიტარულ სისტემას აძლევს საშუალებას ნებისმიერი ადამიანი გამოეთიშოს სამართლებრივ პროცესს ფორმალურად კანონის დაცვით. ახალი კანონის მიხედვით თუ ბრალდებული ფსიქიკურად დაავადდა და ამის გამო ეგრეთ წოდებულად პროცესუუნარო გახდა, სასამართლო აჩერებს საქმის არსებით განხილვას. ადამიანი გადაჰყავთ იძულებით მკურნალობაზე. ეს კი ნიშნავს, რომ პირი შეიძლება ისე გაასამართლონ, საკუთარ პროცესში მონაწილეობაც ვერ მიიღოს. სპეციალისტების შეფასებით მთავარი საფრთხე კი ისაა, რომ პროცესუუნარობას ადგენს ექსპერტიზა, რომელიც სახელმწიფოს კონტროლქვეშაა. მოსამართლე კი სწორედ ამ გადაწყვეტილებას ეყრდნობა. ამ დასკვნის ფონზე ბრალდებულს პრაქტიკულად არ აქვს რეალური ბერკეტები ეფექტიანად გააპროტესტოს ეს სტატუსი. კანონმდებლობის აღსრულების შედეგები მოსახლეობისთვის სავალალო იქნება. მისი მიღებით და იმპლემენტაციით ქვეყანა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში კიდევ ერთხელ იხევს უკან და უგულებელყოს ქმედითუნარიანობის რეფორმასა და მასთან დაკავშირებულ პარადიგმებს, რომელიც წლების წინ განხორციელდა და რომელიც აღსრულების სერიოზული ჩავარდნების მიუხედავად შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მიმართული ერთ-ერთი უმთავრესი რეფორმა იყო. ჩვენმა სამართლებრივმა სისტემამ და მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს პრეცედენტულმა გადაწყვეტილებამ აქმედუნარობის, პროცესუუნარობის ეს კონცეფციები, რომელიც პრაქტიკულად ადამიანების სამოქალაქო სიკვდილს იწვევდა და მათთვის მთელი რიგი სამოქალაქო პოლიტიკური თუ სხვა უფლებების სრულ ჩამორთმევას გულისხმობდა, გადაიაზრა, შეცვალა და დღეს ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომა სახელმწიფოს ავალდებულებს, რომ უფლებების შეზღუდვის გადაწყვეტილებები ინდივიდუალურ საჭიროებებზე დაფუძნებულ მიდგომას დააფუძნოს და არა ზოგად ბლანკეტურ მიდგომებს. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ საერთო ტენდენცია ავტორიტარული შემოbrunების უკვე გავლენა, ასე ვთქვათ, გამჭოლად აღწევს ჩვენი სამართლის, ადამიანის უფლებების დაცვის პოლიტიკაშიც და განსაკუთრებულად შშმ-პირები და ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირები ხდებიან სისტემის მხრიდან ტარგეტირებულები და სრულ მარგინალიზაციას და გარიყვასთან გვაქვს შეხება. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ როგორ ხდება ზოგადად პოლიტიზაცია ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხები. წლების განმავლობაში ხო ეს საკითხი მთლიანად იგნორირებული იყო, არ ქონდა საკმარისი სერვისები, რესურსები, მხარდაჭერის მიდგომები სახელმწიფოს მხრიდან, მაგრამ დღეს ჩვენ ბრუნდებით ისევ წარსულში, ბრუნდებით სადღაც საბჭოთა თუ რუსულ გამოცდილებაში. ხადია, ეს არის ჩვენი ეგრეთ წოდებული მთავრობის მორიგი პოლიტიკური
დევნის ინსტრუმენტი, ეს არის ამბავი, სადაც ფსიქიკური მდგომარეობა შეიძლება გადაიქცეს სამართლებრივ იარაღად, რაც აბსოლუტურად მიუღებელია, რაც ნიშნავს იმას, რომ შეიძლება ადამიანის სასამართლოზე მისი და მისი ადვოკატის, ასე ვთქვათ, არგუმენტაცია უბრალოდ ბოდვად ჩათვალონ და რაღაც ფსიქიკური პრობლემების სიმპტომად აღიქვან, რაც კატასტროფა არის. ამ კანონში და კერძოდ ამ ჩამატებაში პრობლემა არის ის, რომ ვინ შეაფასებს, რა კრიტერიუმებით შეაფასებს, აფასებს სახელმწიფო ექსპერტიზა და აბსოლუტურად დაუცველი ხდება პაციენტი, მათ მიერ დიაგნოსტირებული პაციენტი დაუცველი ხდება, მათ შორის მის ადვოკატსაც მაინც და მაინც დიდი უფლებები არ აქვს ამ შემთხვევაში. ცხადია, ეს არის ისევ პოლიტიკური დევნის ერთ-ერთი ინსტრუმენტი და აქ ყველაზე მნიშვნელოვანი არის, სად გადის ზღვარი, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ რას ჩათვლიან პრობლემად. როგორც მოისმინეთ, შეფასებები ეს საკანონმდებლო ცვლილება კიდევ ერთი პოლიტიკური ინსტრუმენტია ქართული ოცნების ხელში. საკმარისია სისტემამ ჩათვალოს, რომ მოქალაქე მისთვის არასასურველი და მიუღებელია ამ ცვლილებებით მათ ყველა ბერკეტი აქვთ იმისათვის, რომ ადამიანები სრულად გაანეიტრალონ მათი უფლებების ხანგრძლივი დარღვევის ფონზე.